თვალწრას ვღიღინებ. იცოდი რომ არარეგულარული ციკლი ყოველთვის ჰორმონების ბრალი არ არის. ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი აქვს შენ ნერვულ სისტემას. როცა სხეული სტრესშია და თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, ის პრიორიტეტს აღარ ანიჭებს რეპროდუქციას. ესე იგი, თავის ენერგიას ხარჯავს სხვა, მისი აზრით უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე, ანუ ამ შემთხვევაში გადარჩენაზე. ამიტომ გაგიზიარებ ერთ-ერთ ძალიან საყვარელ მეთოდს, როგორც შეგიძლია რომ დაარეგულირო ნერვული სისტემა და ეს არის ღიღინი. დიახ, მეგობრებო, ღიღინი. ნებისმიერ მელოდიის, რაც ჩვენთვის სასიამოვნოა. იმიტომ რომ როცა ღიღინებ, ღიღინის დროს აქტიურდება ვაგუსის ნერვი და ვაგუსის ნერვის აქტივაცია ამშვიდებს სხეულს. შეგიძლია ეს უბრალოდ იყოს გაბმული სცადე ეხლავე, ჩაისუნთქე და ამ მოსუნთქვაზე შეგიძლია შეცვალო და იღინო შენი საყვარელი მელოდია. და რაც უფრო ხანგრძლივი, გრძელი არის ეს ხმა, მით უფრო უადვილდება შენ სხეულს დამშვიდება. რა თქმა უნდა, გრძელვადიანი რეგულაციისთვის საჭიროა ყოველდღიური ჩვევების შეცვლა. მაგალითად, ფიზიკური აქტივობა, ძილის დაპრიორიტეტება და ბევრი სხვა ჩვევა, რომელიც შეგიძლია რომ ყოველდღიურობაში დანერგო. მაგრამ შეგიძლია ღიღინით დაიწყო.